მე ვარ კავეჯაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელი ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი თვნელია თონიკე ბრუკაც. ისა ხიარული მეგობრული ცოტათი მკაცრი. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციას. მოიძალა ჩემი მთავარი მოვალეობა სწრაფი შეტევით დაწყება. უკვე მქონდა 4 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამახსოვდა აბსოლუტურად მატჩი. ის თამაში მოვიგეთ 8-7 და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. გავაკეთე 1 ასისტი და დასვაში ვიდექი საიმედოდ. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. თამაშობ დათვალში, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 400 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე რამას. დასვაში ვიდექი ჩემ გუნდს პასი მივე წინ ჩავედი, ჩამიწოდა და ცალკე გოლი გავიტანე. ისე კარგად დავარტყე, მე კარიერას გადავხდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთია ნეიმარი და გუნდი არის ბარსა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით თამაშობდი 11 ნომრით. 6 წელს ვიყავი, მაშინ გადავწყვეტი, რომ გამხდარიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ჯარისკაცი. ჩემი არის ბავშვობა მთავრდება 7 წლის ასაკში. მიყვარს ჩემი ბავშვობა, მაგრამ მინდა ვიყო დიდი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ ვითამაშებ კარგად ფეხბურთს. მე ვაპრებ ფეხბურთით 45 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება მანქანების გაყიდვა. მე ძალიან მიყვარს მანქანები და მინდა ახლაც ვყავდეს. 20 წელს გავხდები ვიყიდი შავ BMW-ს. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ყავს კარგი კლასები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხეულია თონიკე მელაძე. ყველაზე ჭკვიანია რომა ლორთქიფანიძე. ყველაზე მშვიდი არის ანიტა ფარტინაძე. ყველაზე ცელქი არის მათე ცარციძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ელენე კიკელიძე. მე ვარ ყველაზე ბედნიერი და სიმპათიური. ამიტომაც შეყვებული ყავს, იმიტომ რომ კარიერაში შემეშლის ხელი. სულში მოვიყვან ვიქნები 46 წელს. შვილებს დავარქმევ თონიკეს და ელენეს. ჩემი ცოლს დავარქმევ ნიტას. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მარიამ ნაკაშიძე. იმიტომ რომ მეგობრულია არყველის და კარგი ახსნის გაკვეთილებს. სახში ვიყავთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ჩემი და ბებია. კიდე მინდა ვყავდეს ერთი და ერთი ჩემი ძმა ერთ-ერთი და ქვია დემი. ის არის ცელქი, ნერვების მოსვლელი და ჭკვიანი. ნერვებს მიშლის და ხელს მიშლის თამაშის დროს. ჩემი დემი მოგეძება გამოვა ტაქსის ბრძოლი. ჩემი და 7 წელი და ქვია ანა. ეს არის ლამაზი და პლანტია გოგო. ანა ალბათ გამოვა კერავი. მამი კვარი მხიარული, მოკეფე და ვაშკაცი. დედა კვარი ლამაზი, მხიარული და მზრუნველი. ძალიან მიყვარს თითქოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლ ყველაზე გერმანად გააკეთე მწვადი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ერთი თვე დავდივარ ცეკვის წრეს. მე იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ ყოფნიდა. ჩემი დრო იხარჯება ძილში, ჭამაში, სკოლაში, სათამაში და ფეხბურთში. კიდე კარგი ცეკვაზე ბევრი რამე სწავლა მოვასწარე. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. ჩემ ქორწილში ჩავისვე შავა კოსტუმი და აუცილებლად ვიცეკვე. თუ ცოლს არ ეცოდი მას ცეკვა ვიცეკვები სიდიდეს. მიყვარს ფილმები ყვება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახში. სიამოვნებით თამაშები მაგ ფილმში მთავარ როლს. შეძლოს მეჯახი მქონდეს გავხდებოდი ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. სამოგზაურო სიამოვნებით წავედოდი ბრაზილიაში. და მონაწილე დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ნეიმარი. შემდეგ უნდა ეწიროს ვტოებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. ბედნიერი ვარ ფეხბურთის თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.